გამარჯობა მეგობრებო. პატარა ვიდეო მინდა თაგიწეროთ ჩემს არ ვიცი ლიმონია კომკვატია თუ მანდარინია თუ რა არის. ციტრუსები ქონდა სახში და იყო თაროზე, სიმშრალეში, არ იწყებოდა დროულად და ძალიან ისეთ ცუდ მდგომარეობაში იყო რა. სულ ქონდა რომ მოვიტანე ეს 1 2 3 4 5 ფოთოლი ქონდა. 2 კვირა არის რაც გადმოვიტანი აქეთ. და მინდა გაგიხსნათ უბრალოდ როგორ მოუვაროთ ასეთ ციტრუსებს და როგორ გამოვაცოცხლოთ შემდეგ. როგორც ხედავთ, მე არ გავსხალი, არ იჩქაროთ ხოლმე მისი გასხლა. აქ არის სარეზერვო კვირტები, რომლებმაც წესით თავისუფლად უნდა გამოიტანოს თუ მცენარე კიდე ცოცხალია, უნდა გამოიტანოს ახალი კვირტები. აი, არ ვიცი ხა როგორ დაინახავთ. აი. ჩანს ეს ფოთლებიც სულ ახალი გამოტანილია, ანუ ეს ფოთოლი ახალია. აი, აქ არის ახალი ფოთლები წამოიღო. აი, აქ არის ახალი ფოთლები, აი, აქ არის ახალი ფოთლები. ანუ გაცოცხლდა მცენარე რა. ეხლა რას უკეთებთ? არის ისა. პირველ რიგში უნდა გავიგოთ რაჭის. ნუ ამ შემთხვევაში ხანდახან აგვიანდებოდა ხოლმე დარწვა, მორწვა, ხანდახან მე ხშირად იწყებოდა პირიქით და ფესვები ვერ სუნთქავდა, აი მაგის მაგალითი ნიმუში. და იყო სიმშრალეში რა, ყველაზე მის ესე ვთქვათ, მშრალ ადგილას, თაროზე შემოდებული, თუ სახში გაქვთ შეცადეთ მოუძებნოთ ყველაზე გრილი და ტენიანი ადგილი ციტრუსებს, არ უყვართ სიმშრალე, ხო? და აუცილებლად კარგად შეამოწმეთ დრენაჟი. ტენიანობა უყვარს ფოთლებს, ფოთლები დანამეთ ხოლმე და სამაგეროდ იშვიათად მოწყეთ ხოლმე ქვემოთ რა. და დრენაჟი უნდა იყოს კარგი. ხა როგორ შევამოწმოთ, რა ვიცით, ხა დრენაჟი უარ გარო მოწყეთ დიდი რაოდენობით და დააკვირდით, აი იქ ქვემოთ წყალი რამდენხანში გამოვა რა. თუ წყალი საერთოდ არ გამოვიდა, თქვენ ბევრი მოწყეთ და წყალი საერთოდ არ გამოვიდა, ხო? მაშინ უკვე რაღაც პრობლემა არის, ხო? და რაღაცა უნდა შეცვალოთ. სავარაუდოდ მოგიწევთ ამოღება, ფრთხილად ამის მიწიანად და იქ ქვემოთ დრენაჟის განახლება და მოწყობა. მეორე ციტრუსებს უნდა მჟავე ნიადაგი რა. pH-ი იდეალური არის 5 და 5. ხო და ნუ თუ თქვენთან არ არის მჟავე ნიადაგი და გაქვთ ჩვეულებრივი ნიადაგი ჩაყრილი, საიდანვე მოძებნეთ ცოტა თიხნარი მჟავე ნიადაგი, ის დაუმატეთ, ნახერხით დაამულჩირეთ, ოღონდ აზოტოვანი კვება მიეცით აუცილებლად, როცა ნახერხით ამულჩირებთ, ან აზოტოვანი საკვებით გამოყვებით ხოლმე ცოტა ხშირ-ხშირად, რომ მჟავიანობა ნიადაგის წამოიწიოს რა. არის ფოსფორმჟავა შემცველი სასუქები შეგიძლია გამოიყენოთ და ან თუნდაც ბალახის ნაყენი. ეხლა მე რა გამოვიყენი აქ ასე მალე რომ გამოცოცხლდა ეს საწყალი ჩვენი რა კომკვატი იყოს, მოდით არ ვიცი რა არის და მე ვნახოთ ერთად რა იქნება როცა მოისხავს. მე უბრალოდ ხმარობ, ანუ შევქმნი ცოტა პირობები, აქ აი როგორც ხედავთ წყალს ვასხამ, ეხლა არ მენანება დროებით ტონებს არ ველოდები და რომ აქ აორთქლება იყოს, ტენიანობა რო იყოს, აი ამ ყველა მცენარეს ეგ ჭირდება. ზოგადად ოთახის მცენარეებს ჭირდებათ, ნუ ტროპიკული და სუბტროპიკულები არის ძირითადად ყველა მცენარე და ყველას ჭირდება ტენიანობა ფოთოლზე და არა ფესვებში რა, იმდენად. ხო და ყვებავ ბალახის ნაყენით. ეხლა ჩემი ბალახის ნაყენის რეცეპტი თქვენ კი იცით, დევს ბალახის ნაყენის რეცეპტი, შეგიძლიათ გადახედოთ ვინც არ იცით. ბალახის ნაყენი მიიღო ორჯერ. ამან დღეს მიიღო მესამედ და უკვე ცოცხალია. უკვე წამოიღო ახალი ფოთლები, იმიტომ რომ აქ ნიადაგი ხა კარგი მაქვს, რაც არ უნდა იმას ქნათ, ვერ შეედავებით ნიადაგს. დრენაჟი კარგი აქვს, ერთადერთი აქ უნდა ცუდი პირობები რა. და ის პირობები ახლა ნელა გამოსწორდება და იქნება უფრო შედარებით მე მოუძებნი ესეთი ყველაზე ტენიან ადგილს და იქნება იქ მუდმივად. ხშირად ადგილის მოცვლა არც ერთ მცენარეს არ უყვარს რა, უნდა იყოს მცენარე ერთ ადგილას ეჩვევა იმ ადგილას და შეეცადეთ რომ არ გადაადგილოთ ხშირად. ზოგმა იცის დღე დილით გამოიტანს აქეთ, მე შეიტანს იქეთ, ეგეთი რაღაცები არ ჭირდება. აი ხა დაიმახსოვრეთ რა თუ გინდა, აი ეს ტოტები. აი, ხო არის შიშველია. შიშველია ფაქტიურად. და მე თუ გინდა გადავიღებ ამაზე ვიდეოს და დავდებ კიდევ ერთხელ თუ თქვენგან იქნება თხოვნა და მოთხოვნა. აბა კარგად იყავით ყველას, წარმატებებს გისურვებთ ყველას და კარგ ჯანმრთელ მცენარეებს რა. თუ იმეს გაქვთ რაიმე ზედმეტი მცენარეები ოთახის, შეგიძლიათ გამიზიაროთ, იმიტომ რომ აქ ძალიან ბლომად ჭირდება უკვე ლამაზი ქოთნის ყვავილები. ჩვენს აგროსკოლას დაამშვენებს. გამოიწერეთ ჩვენი არხი მეგობრებო YouTube-ზე რომ ვიდეოები მოგიგდოთ ხოლმე როცა ახალი ვიდეოები დაიდება,
ვისაც გინდათ ფინანსურად დაუდგეთ გვერდში აგროსკოლას, ანგარიშები არის წინა პოსტებში მითითებული და შეგიძლიათ დაგვიხმაროთ, რაცა ჩვენი აგროსკოლა ფუნქციონირებდეს და ბოლომდე მოვაწყოთ როგორც შეიძლება. აბა, კარგად იყავით.